თელავის რაიონის სასამართლოში დასრულდა ბრალდებულების ვალერიან გრემელაშვილის და გიორგი სიბაშვილის საქმის წინა სასამართლო განხილვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიორგი სიბაშვილის შუამდგომლობა, რომ მის მიმართ შეწყვეტილი იყო კისკლის სამართლებრივი დევნა. ამასთან მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღლის ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი არის ბრალდებულების გიორგი სიბაშვილის და ვალერიან გრემელაშვილის მიერ. აქედან გამომდინარე სასამართლომ დანიშნა საქმის არსებითი განხილვა. ამასთან ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე განიხილოს აფიციალურ სასამართლო. წინა სასამართლოს რომაზე ისევე როგორც წინა შუამდგომლობაზე მე რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტილებას ველოდი. უბრალოდ თქვენ ჟურნალისტები ესწრებოდით ამ სრომას, ყველამ ხმამაღლა მოისმინა ჩემს მიერ დაყენებული შუამდგომლობა პირველ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში განსაკუთრებით. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დღეს კიდე copy-paste-ით თავიდან ბოლომდე ჩაიკითხა ეს შუამდგომლობა. ფაქტობრივად არსებობს საქმეში ჩემს მიერ დასაბუთებული ყველა ნიუანსი და ყველა დეტალი. უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად ჩემს შუამდგომლობაში ზედმიწევნით ჩაღრმავებული ვარ საქმეში, რომ აქ ჩემი დანაშაულებრივი ქმედებები არ არსებობს, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე განხილული უნდა იყოს არსებითი საქმის გამხილველი მოსამართლის მიერ. ნაფიც საჭურთა ინსტიტუტი მაინც მე ვთვლი, რომ არის ახალი და მე მირჩევია, რომ ჩემი საქმე და ჩემი უდანაშაულობა განიხილოს პროფესიონალმა მოსამართლემ და კვალიფიცირებულმა მოსამართლემ, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვს სტატუსი მოსამართლის, ვიდრე მოქმედი კანონმდებლობით შერჩეულმა ადამიანთა ჯგუფმა. სხდომა დაინიშნა 2013 წლის 10 აპრილს და მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო სხდომები გველოდება 10 აპრილიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწმე დაიკითხება და ძალიან ბევრ რამეს დაექმნება თავისი სახე.